დღეს მოდით ერთად დავუთმოთ დრო ღვთის სიტყვის შესწავლას. მსოფლიოში უამრავი ეკლესია, როგორც ზღვის ნაპირზე ქვიშა. თუმცა მათი თაყვანისცემის და რელიგიური ცერემონიების არც ერთი ღმერთისგან არ მოდის. ამ ცერემონიების წესებსა და დებულებებს ადამიანები ადგენენ. როგორც ყველამ კარგად იცით, შობისა და კვირადღის თაყვანისცემის დღესასწაული, რომელიც რომში მზის ღვთის თაყვანისცემიდან წარმოიშვა, დღევანდელ ეკლესიებში შეაღწია. თუმცა ასეთი ჩვეულებები ვერასდროს იქნება საშუალება, რომ კაცობრიობამ, რომელმაც სეცაში ცოდვა ჩაიდინა და დედამიწაზე განიდევნა, მონანიებისკენ წავიდეს. ღვთის ყველა მცნება, წესი და დადგენილება შეიცავს მონანიების მნიშვნელობას, მაშინ როცა ადამიანთა წესები ამ გზით არ არის შემუშავებული. რადგან ეს წესები არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მონანიებისკენ მიგვიყვანოს, ისინი ნამდვილად არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ცათა სამეფოსკენ მიგვიყვანოს. სწორედ ამიტომ აღნიშნა იესომ ეს საკითხი და თქვა, თქვენ ამაოდ მცემთ თაყვანს, თქვენი სწავლებები მხოლოდ ადამიანების მიერ ნასწავლი წესებია, არა? მოდით, გადავშალოთ მათეს სახარების მე-7 თავი 21 მუხლი, რათა ნახოთ იმ სცენა, სადაც იესომ დაადასტურა, რომ ადამიანის მიერ შექმნილი წესებით თაყვანისცემა ამაოა. ნათქვამია, ყველა ვინც მეუბნება, უფალო, უფალო, როდი შევაცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. რა დააწესა ღმერთმა თავისი სურვილის შესაბამისად? ეს არის ღვთის მცნებები. რაც შეეხება ადამიანთა წესებს. განა ეს ის წესები არ არის, რომლებიც მზის ღვთის თაყვანისმცემლებმა საკუთარი შეხედულებისამებრ და არა ღვთის ნებით დაადგინეს. სწორედ ამიტომ გვასწავლის იესო, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ცათა სამეფოში შესვლა, ვინც ღვთის ნებას მიჰყვება. ის ამბობს, რომ ეს ცაში შესვლის ერთადერთი გზაა. გავაგრძელოთ 22 მუხლით. ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო, უფალო. განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს? მაშინ მე განვუცხადებ მათ, მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით ურჯულოების მოქმედნო. რას პრაქტიკობენ ბოროტ მოქმედები? ისინი სჩადიან უკანონობას. უკანონობის კეთება ნიშნავს კანონის არ დაცვას. ვისი კანონის არ იცავენ? ისინი არ იცავენ ღვთის კანონს, რაც ნიშნავს ღვთის მცნებებს. ამიტომ იესომ თქვა, გამშორდით ურჯულოების მოქმედნო. შეძლებენ კი ეს ჯგუფი ოდესმე ცაში შესვლას თუ არა? არა, ისინი ვერ შეძლებენ, რადგან სჩადიან უკანონობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ იცავენ ღვთის მცნებებს, არა? დღეს მთელ მსოფლიოში უამრავი ბიბლიის მკვლევარი და თეოლოგი არის. მაშინ, რატომ არ იციან ისინი სიმართლე? ბიბლიაში უკვე მოხსენიებულია ეს საკითხი. მათ, ვისაც ადამიანურ წესებს ასწავლიან, არ შეუძლიათ თვალი გაუხელონ ღვთის მცნებებს. რადგან მათ არ იციან ღვთის მცნებები, მათ ასევე არ შეუძლიათ იცნობდნენ თავად იმ ღმერთს, რომელმაც გვასწავლა თავისი მცნებები. მოდით, გადავხედოთ ესაიას 29 თავს. ესაიას 29 თავის მე-9 მუხლში ნათქვამია. შეყონდით და გაოცდით. რაღაც გასაოცარი უნდა მოხდეს, რადგან ღმერთი იყენებს გამოთქმას. შეყონდით და გაოცდით. მოაჩვენეთ მთვრალნი არიან და არა ღვინისაგან, ირწევიან და არა სასმელისაგან. რადგან მოგაღვარათ უფალმა ძილქუშის სული და დახუჭა თქვენი თვალები, წინასწარმეტყველნი, თქვენი წინამძღოლნი, მხილველნი დააბნელა. და იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა. მთელი ეს ხილვა, მნიშვნელობა, მთელი ეს ბიბლია. როგორც სიტყვები დაბეჭდილი წიგნისა, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს, ეუბნებიან, წაიკითხე ეს, მაგრამ ის ამბობს, არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია. ისინი ამგვარად გიპასუხებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი იტყვიან, რომ არ იციან. ბიბლია ამბობს, ის მიპასუხებს, არ ვიცი. გავაგრძელოთ მე-12 მუხლით. და აძლევენ წიგნს იმას, რომელმაც არ იცის წიგნი, და ეუბნებიან,
წაიკითხე ეს, მაგრამ ის პასუხობს, არ ვიცი წიგნი. რატომ პასუხობენ ასე? ამის მიზეზის ნახვა მე-13 მუხლში შეგვიძლია. ნათქვამია და თქვა უფალმა, იმის გამო, რომ მომიახლოვდა ეს ხალხი თავისი პირით და თავისი ბაგით პატივს მცემს მე, მისი გული კი შორს არის ჩემგან, მათი მოშიშობა ჩემს წინაშე ადამიანთა ნასწავლმცნებად იქცა. მოდით, მე-14 მუხლში გავარკვიოთ, რა დაემართება სულიერად მათ, ვისით აყვანისცემაც მხოლოდ ადამიანების მიერ ნასწავლი წესებისგან შედგება. ამიტომ, კვლავ გავაოცებ ამ ხალხს გასაოცარი საოცრებებით. მოხდება რაღაც გასაოცარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძნელად გასაგებია და ლოგიკურად გაუგებარი იქნება. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ მე-14 მუხლი. იქ წერია. ამიტომ, კვლავ გავაოცებ ამ ხალხს გასაოცარი საოცრებებით და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე და მის გონიერთა გონება დაიმალება. ხსნის ყველა გზა, ღმერთის შეცნობის გზა, ღვთისნების გაგების გზა და ცათა სამეფოსკენ მიმავალი გზა, ამ ტიპის ადამიანებისთვის უხილავი იქნება. სწორედ ამიტომ იწინასწარმეტყველა ღმერთმა წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომ ხალხი გაუბნებული და გაოცებული იქნება. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეკლესია, რომელიც ღვთისმცნებების ნაცვლად ადამიანურ წესებს იცავს, ცისკენ მიმავალ სწორ გზაზე მიდის. არა, ისინი არ არიან. სწორედ ამიტომ თქვა იესომ, ისინი ამაოდ მცემენ თაყვანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი ამ საკითხს ძალიან ძლიერად გვამცნობს წინასწარმეტყველების მეშვეობით, რომ მათი ძალისხმევა უშედეგო იქნება. იმ იმედით, რომ ამ სიტყვებით დიდი მადლი მიიღეთ, მსურს დღევანდელი ქადაგება დავასრულო. დიდი მადლობა.